გორში მანქანის შეჯახების შედეგად აღუპული დედაშვილის საქმეზე ბრალდებული მძღოლი ოცნების წევრების ლადო ხინჩეგაშვილისა და გენო პეტრიაშვილის დამფინანსებელი და მხარდამჭერია. ამ ინფორმაციას ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ის რეგიონის პოლიციის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ქობულეთში კაცი დაიხრჩო. მთავარის ინფორმაციით ის ზღვამ გამორიყა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. სანაპიროზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები. ერთ-ერთი ვერსიით 50 წლამდე ასაკის კაცს ზღვაში ბანაობისას გული გაუჩერდა. როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით, გერმანიის პირველი არხის ჟურნალისტურ გამოძიებაში საქართველოს და ივანიშვილის ინტერესების ფიგურირებს. ქვეყანა მოხსენიებულია როგორც კრიპტომაინინგის ჰაბი და ტრანზიტული ზონა, რომელსაც რუსეთი სავარაუდოდ სანქციებისგან გვერდისავლისთვის იყენებს. საუბარია ფოთისა და რუსთავის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე. ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის კრიზისია, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური ტელეგრამ არხები წერენ, საწვავი თითქმის გაქრა და ხალხი საათობით დგას უზარმაზარ რიგებში, რათა მანქანები 20 ლიტრის საწვავით შეავსოს. ამავე ინფორმაციით ერთი კვირის წინ ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა დელბამ მოსახლეობა დაარწმუნა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა. თუმცა დღეს ბენზინგასამართ სადგურებთან გადაღებული კილომეტრიანი რიგების კადრები გავრცელდა.